პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სწრაფად მზარდი და პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმის Telegram-ის დამფუძნებელმა რუსმა მილიარდერმა პაվել დუროვმა, რომელიც საფრანგეთში უკვე თვეების განმავლობაში რამის ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება, გაავრცელა ძალიან საინტერესო, მაგრამ ამავდროულად სკანდალური განცხადება. პაվել დუროვმა საკუთარ X-ის აკაუნტზე დაწერა ასეთი რამ, რომ მანამ სანამ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართებოდა აგერ რამდენიმე დღის წინ, მასთან ის სასტუმროში ცხოვრობს, ახლა შიდა პატიმრობაში იმყოფება, რადგან აკრძალულია ქვეყნიდან გასვლა და ერთ-ერთ სასტუმროში მივიდა მასთან საგარეო დაზვერვის, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის უფროსი ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა ასეთი რამ. პერიფრაზია ცხადია ეს. უთხრა რომ მოკლედ კონსერვატიული ულტრამემარჯვენე ძალების ხმა Telegram-ში არ უნდა ისმოდეს არჩევნების მეორე ტურის წინ. ეს ცხადია არის სკანდალური განცხადება, რომელიც პირდაპირ მოითხოვს ცენზურას Telegram-ისგან. Telegram-ი ცნობილია იმით, რომ არც ერთ მხარეს არ აცენზურებს, ანუ არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არის, ამიტომაც რომ Telegram-ში ყველაფერი შეიძლება ასე თუ ისე თუ ადამიანი მოინდომებს Telegram-ის მეშვეობით შეუძლია რემს ვერამ გააკეთოს. იქ მოდერაცია საერთოდ არ არის. არა თუ რომელიმე მხარეს, არამედ საერთოდ არ არის და ამიტომაც მოგვიანებით დუროვმა დაწერა ეს სოციალურ ქსელში და თქვა რომ ასეთი რამ მოხდა და მოითხოვეს მისგან ცენზურა, მაგრამ მან თქვა რომ ასეთი რამ რუსეთში, ირანში არ გამეკეთებიაო და ცხადია ევროპაში, აგერ ევროპის შუაგულ საფრანგეთშიც ამას არ გავაკეთებოდა, ალბათ არც გააკეთა კიდევაც, რადგან როგორც ვიცი Telegram-ის ერთ-ერთი ხიბლი, როგორც სოციალური ქსელის არის სწორედ ის რომ ერთი რომ ის დაცულია, ანუ ორმხრივად დაკრიპტულია, დაშიფრულია, მაგრამ ამავდროულად იქ არ არის კონტროლი არც ერთი მთავრობის. ეს შეიძლება კარგად იყოს საქმული, ცუდად იყოს საქმული, სხვა თემა, მაგრამ ფაქტი არის ეს და დიდწილად სწორედ ამის გამო არის დაკავებული პაվել დუროვი, რადგან თავის დროს საფრანგეთის ხელისუფლება და ის საფრანგეთის მოქალაქეც არის სხვა ბევრი ქვეყანასთან ერთად, ედავებოდა იმას, რომ ის მოკლედ არასაკმარისად აკეთებდა მოდერაციას და ამით ხელს უწყობდა ტერორიზმის გავრცელებას და ამავდროულად ძალიან ბევრ ბრალდებას ედავებიან მას. ხო, დუროვის ჩარევის თუ არ ჩარევის მიუხედავად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკვე არის დასრულებული, ვიცით ჩვენ. შედეგი არის ის, რომ მეორე ტურში გაიმარჯვა ნიკუშევ დანიმ, რომელიც არის რეალურად ბუქარესტის მერი, ყოველ შემთხვევაში აქამდე იყო, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა. ხოლო ახლა უკვე მას გაცილებით სამსახურისგებლო მისია აკისრია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე სავარაუდოდ ვისი ხელის შეშლაც უნდოდა საფრანგეთის დაზვერვას, ეს არის ჯორჯ სიმიონი, რომელიც არის ულტრა მემარჯვენე კანდიდატი და ეს ადამიანი არის ასევე როგორც ამბობენ, ცხადია ეს დადასტურებული არ არის, რუსეთის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილი, რისი საფუძველი სანდულად არსებობს, რადგანაც მისი რიტორიკა ემთხვევა ზუსტად ხშირად კრემლის რიტორიკას და მიუხედავად იმისა, რომ ის ანტიევროპულად განწყობილი პრორუსი კანდიდატია, მან მაინც მოახერხა არჩევნებში 46% ხმების აღება და საერთოდ ეს ადამიანი არჩევნებს აპროტესტებს და არა მარტო უბრალოდ აპროტესტებს, არამედ ასაჩივრებს და ამბობს, რომ იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩაერივნენ AES-ს, მაგალითად საფრანგეთის ეს მაგალითი კარგად გამოადგება მას არგუმენტის მოსამზადებლად, სწორედ აი ამ ჩარების ხარჯზე დამარცხდა ის, თორემ გამარჯვება იქნებოდა მისთვის გარანტირებული. ნუ ეს რამდენად რეალისტურია, ნამდვილად ეს არის დავის საკითხი და ამას გადაწყვეტს სასამართლო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი არჩევნების შედეგებით კმაყოფილი არ არის და ის ამბობს, რომ ევროკავშირი ძალიან აგრესიულად იყო ჩარეული რუმინეთის ბედიღბალის გადაწყვეტის პროცესში. ხო, ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა რუმინეთში, სადაც ცოტა ხნის წინ სხვა არჩევნებიც გაიმართა და იქ გაუქმდა შედეგები სასამართლოს მიერ, სწორედ იმიტომ, რომ დადგინდა, რომ ჩარევა იყო უცხოური ძალებს. ამიტომ ძალიან საინტერესო შემთხვევაა ეს და ზოგადად აი ეს ჭიდილი მემარჯვენე და ცენტრისტულ მემარცხენე ძალებს შორის ევროპაში ლამის ყველა ქვეყანაში არის, მაგრამ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით რუმინეთში დამარცხდა ეს ძალა, რაც ძალიან საინტერესო არის, რადგან გერმანიაში იქნება ეს ესპანეთში თუ იტალიაში საერთოდ პრემიერ-მინისტრიც გერბულწულად მემარჯვენე ძალას წარმოადგენს და ასე შემდეგ, მოკლედ ყველა მხრივ ისინი არიან უპირატესები საფრანგეთში მაგალითად ვეღარ, იმიტომ რომ დააკავეს მარინ ლეპენი, შეიძლება AfD-ც აიკრძალოს გერმანიაში, ასე რომ მოკლედ სრული ბრძოლა ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ მიდის. აქვე ვთქვა ორი სიტყვა თავად პაվել დუროვზე, რომელიც დაახლოებით 8 თვის წინ დააკავა საფრანგეთის ხელისუფლებამ და მას ბრალად ედება 12 ძალიან მძიმე დანაშაული, მათ შორის არის მაგალითად ბავშვების ტრაფიკინგის, ტერორიზმის ხელშეწყობა, სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალური გავრცელება, ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშეწყობა და ასე შემდეგ. ცხადია ეს თავად თვითონ არ აკეთებს. რა თქმა უნდა, დუროვი ამაში ალბათ პირდაპირ ესე არ არის ჩართული, მაგრამ მას აქვს პლატფორმა, სადაც როგორც თქვი, არ არის მოდერაციის გზები, ანუ როგორც პირობითად Facebook-ზე ძალიან ბევრ ამის ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ Facebook ძალიან მკაცრად მოდერირებული გვერდია, სოციქსელია. Telegram-ში ასე არ არის. Telegram-ი რეალურად ვერ ხედავს ადამიანებს შორის კომუნიკაციას და ამიტომაც იქ ვერაფერს ვერ გააკონტროლებს, ტექნიკურ დონეზეც კი ეს არ შეუძლებელი, რადგან ორმხრივად დაშიფრულია ეს პლატფორმა. ამიტომაც
ის არ ერევა არაფერში, ანუ ადამიანებს რის გაკეთება ცურთ, იმას აკეთებენ, რაც ამას თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მაგრამ როგორც ამბობენ საფრანგეთში, სულ მცირე 1 წელი დაახლოებით კიდევ არ შედგება სასამართლო პროცესი, ამ დროს ის ქვეყნიდან ვერ გადის. ერთი შემთხვევა იყო, როცა დუბაიში მისცეს მას გამგზავრების უფლება, მაგრამ წინასწარ მოითხოვა ხელისუფლებისგან და იქ ყველაფერი კონტროლირებული იყო, რადგან ის ტექნიკურ დონეზე არის დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ 5 მილიონიანი გირავი მაინც გადაიხადა და გარკვეულწილად საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს კიდევაც, მაგრამ რადგანაც არ არის სასამართლო დასრულებული, ასეთი ვითარება არის და მას შემდეგ რაც ის დააკავეს Telegram-ში რაღაცები მაინც შეიცვალა, ეს ძირითადად არის კონკრეტული ფუნქციონალის ამოღება, მაგალითად აღარ შეუძლიათ ადამიანებს რომ მათ ახლოს მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაცია გაიგონათ, მანამდე იყო ხელმისაწვდომი და როგორც ამბობენ, ამ ფუნქციის დახმარებით ნარკოტიკებით ვაჭრობა ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ფუნქცია განდასურდა, აღარ არის და კიდევ რამდენიმე აი ამ ტიპის გეოლოკაციური და სხვა ფუნქციონალები შეიზღუდა, მაგრამ მაინც არ არის ეს მოდერირებული პლატფორმა და მაინც არ აქვს პაულდუროს და მის გუნდს ჩარების არც საშუალება და არც უფლება და სხვა შორის Telegram-ი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი კომპანია, რადგან ის რამდენიმე მილიარდად არის შეფასებული და სულ თუ არ მეშლება 20 თუ 30 ადამიანი არის დასაქმებული მთელ კომპანიაში. HR-იც კი არ არის, დუროვი იყო HR. თავად დუროვი ხდება ადამიანებს გასაუბრებების დროს და მოკლედ საკმაოდ საინტერესო პროდუქტია, იქ შიგნით კრიპტოსაფული აქვს ჩაშენებული, კრიპტოში გადახდები შეიძლება აპლიკაციაში და ასე შემდეგ. ხო, დუროვის ხოთაშორის კრიპტო ინდუსტრიის მიმართ პოზიტიურად განწყობილი პიროვნებაა და ზართოდაც ის ამბობდა, რომ მე არაფერს არ ვფლობო გარდა Telegram-ის აქციებისა და Bitcoin-ისა, ესეთი განცხადება აქვს მათ ერთდროს გაკეთებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, Bloomberg-ი მის ქონებას ლამის 14 მილიარდ დოლარად აფასებს და ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი tech entrepreneur-ია საერთოდ სოფლიოში და ამ ადამიანს მხოლოდ Telegram-ი არ ეკუთვნის, მის მიერ არის შექმნილი ასევე ერთ დროს Facebook-ის პირდაპირ კონკურენტი რუსული სოციალური ქსელები Kontakte, რომელიც შემდეგ უკვე გადაიბარა უკვე ფლობელობიდან სხვა holding-მა, შესაბამისად, მას ჩამოშორებული არის, ხო, ფაქტობრივად ხელისუფლებამ და შესაბამისად დუროვი ჩამოშორებული ამ პროცესს, მაგრამ თავად ეს გადაბარება ძალიან მტკივნეული იყო მისთვის, რადგანაც რეალურად წაართვეს მას Kontakte, ვინაიდან ის წარმოადგენდა ძალიან ძლიერ სოციალური იარაღს რუსეთის შიგნით, ამიტომაც დუროვს მოუწია მისი დათმობა და ამის შემდეგ მას საერთოდაც რუსეთის მოქალაქეობაც კი დათმო თავისი ნებით, ის აღარ არის უკვე ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მაგრამ არის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე, ერთ-ერთი არის არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა შორის, როდესაც ის არაბთა გაერთიანებული საამიროების ცხოვრობდა ყველაზე მდიდარი მოქალაქე არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურად Bloomberg-ის რეიტინგით იყო სწორედ პაվել დუროვი, ესეთი საინტერესო ფაქტი იყო მასთან დაკავშირებული. ხო, როგორც შენ თქვი, მას გირავ გადახდილი აქვს 5 მილიონიანი, მაგრამ ის მაინც ასე თუ ისე შინაპატიმრობაში რჩება და სავარაუდოდ მას ერთდროს გამოუშვებენ თავისუფლებაზე, რადგანაც ამ ადამიანს პირდაპირ დანაშაული არ ჩაუდენია, ცხადია პლატფორმა გააკეთა, პლატფორმა რაღაცას შეიძლება ვერ იცავდა და აშავდა, მაგრამ ასე მოუვიდა ერთდროს ყველა tech entrepreneurs, მათ შორის მარკ ზუკერბერგსაც, რომელსაც მილიარდობით დოლარის ჯარიმებია გადახდილი და დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი ჯარიმის გადახდა მოუწევს მასაც და ყველა სხვა tech entrepreneurs-ს.